ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გაგვეგო რა თემასთან დაკავშირებით სურდა ქართულ ოცნებას გაერთიანებული არაბთა საამიროების სრულუფლებიან ელჩთან საუბარი საქართველოს პარლამენტში. ქართული ოცნების წევრები ერთადერთი იმას ამბობდნენ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის და საზოგადოებისთვისაც ყველაფერი ნათელია. თუმცა არავინ არაფერს არ აკონკრეტებდა დახურულ კარს მიღმა, რაზე ისაუბრეს, რა ინფორმაციები გაცვალეს, მხოლოდ ქართული ოცნება აცხადებს, რომ მათ სიტყვაზე უნდა ვენდოთ და მხოლოდ იმით უნდა დაუკმაყოფილდეთ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. არა და საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებულია იმით, რომ არაბული კომპანია ორ ახალ არაბულ ქალაქს ააშენებს საქართველოში. მათ აქვს ძალიან ბევრი კითხვები და ჩვენ ქართულ ოცნებას მათ შორის ვკითხეთ, რომ რატომ არ მოიწვიეს და რატომ არ დაპატიჟეს პარლამენტში არც ერთი ის ახალგაზრდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აქცია გამართა ამ მოთხოვნებით, რატომ არ მოიწვიეს და დაპატიჟეს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სრულუფლებიანი ელჩის მოსასმენად, ვისაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს, თუმცა ქართული ოცნება აცხადებს, რომ ქართველების და ხალხის მოწვევის რაიმე მიზეზი არ არსებობს, ვინაიდან ყველაფერი არის ნათელი და ხალხი ქართულ ოცნებას უნდა ენდოს. არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს რო ხვდებოდით, ხალხი რატომ არ იყო ამ შეხვედრაზე? ვისაც კითხვები აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით? ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი პროექტი არის და ქვეყნისთვის 6 მილიარდი ნახევრიანი ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთი ინვესტიცია ჯერჯერობით საქართველოს ისტორიაში არ გახორციელებულა. მაგრამ ხალხს რომ აინტერესებს, მათ რო აქვს ვინმე არ მოიწვიეს? ყველაფერი ნათელი არის ამისთვის. ყველაფერი ნათელია, ყველა ინფორმაცია. ყველა პასუხი გაცემულია, ყველაფერი გაცემულია პასუხი. იმიტომ აქციებს მართავენ. ძალიან მაგარი რატო არის, იმიტომ რომ ქვეყანაში 10,000-ობით სამუშაო ადგილი გაჩნდება, ინვესტიციების შემოვა. მაგრამ ხალხს უთხრათ, პირადად ელაპარაკობთ და ელჩთან რომ მოწვეული ყოლოდათ და დაპატიჟებული ყოლოდათ. ელჩი სულ მოდის, ასეც მოდის, ისეც მოდის. ელჩი ჩვეულებრივი ეს ინვესტიციებზე თუ ლაპარაკობთ, ინვესტიციები. და რა შემოსულიყო აქ ეს ხალხი, ვისაც კითხვები აქვს და მოესმინა ელჩის? პასუხი გაცემულია და საკმაოდ კარგია. ელჩთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა, რომ ვითხრათ, თუ შეიძლება ვითხარით, რაზე ისახოთ, ვითხარით, რაზე ესაუბრეთ ელჩს? რაზე ვისაუბრეთ ელჩს? რა კითხვები დაუსვით, რა გითხრათ? გვაინტერესებს ზოგადად რა, ემირატებს რა გეგმები აქვს, როგორ უნდა რომ ინვესტიცია განახორციელოს ჩვენ ქვეყანაში. ყველაფერი ეს ხალხსაც რო აინტერესებს, რატო არავინ დაპატიჟეთ ამ კომიტეტის ხდომაზე? ნახავს ხალხი და გაიგებს. ვერ ნახავს, დახურული იყო, იცით? კომიტეტი რო დახურული იყო, ნახავს, გაიგებს. მაშინ გააგებინეთ, ეხა უთხარით თქვენ თუ შეიძლება გახდეთ. ხო და აუხსენით, რატო არის კარგი ეს ინვესტიცია? ძალიან კარგი არის ზოგადად ინვესტიცია ხო ქვეყანაში. ეს კარგია, ქვეყანაში. რას ნიშნავს? რა არგუმენტი გაქვთ? საიდუმლოებულია და კომიტეტის ხდომაც კი, რომელზეც დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი იყო მოწვეული, კომიტეტის ხდომაც კი დახურეს, აღარ არის საუბარი უკვე იმაზე, რომ ქართულ ოცნებას მაგალითად პარლამენტში მieყვანა, დაებარებინა და დაეპატიჟებინა ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს, არა მხოლოდ ქართულ ოცნებასთან, არამედ თავად არაბულ მხარესთან.